წელს არის ზუსტად 100 წელი ამ არაჩვეულებრივი ტექსტის გამოქვეყნებიდან. ეს შეიძლება დაწერილიყო დღესაც. პასპორტების ამბავში კვაჭივით იყო თვითონაც. 4 პასპორტი ჰქონდა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოციალურად შემდგარია, აქვს კარგი სამსახური. სუნიც ადაპტაციის ნიშანია, როცა ვერ ეგუები, იქ ვერ ჩერდები. ტოქსიკური ურთიერთობა აქვს საკუთარ ცოლთან, მას შორდება და მიდის მთაში სპილენძის საძებნელად. ლიბიდოს ფრთის გაშლის ადგილი არის მთა. ისე წერს სექსზე, რომელიც შეიძლება გასაგები იყოს 2026 წლის ადამიანისთვისაც. ფროიდი ქართულ ტექსტში იყო ჯავახიშვილთან მხოლოდ. ყველა კაცი იპოვის რაღაცა ტიპის მეც. ამ ხათუთას ხო არავინ არ კითხა მოეწონებოდა თუ არა ცივილიზაცია. ისე წამოიყვანეს. ასე კაც დაენახოს ხალის გადმოსახედი ქართულ მწერლობაში იშვიათია ნამდვილად. თვითონ ბერიამ დაადგა გულზე წიხლი ერთხელ. ის იყო ანტისაბჭოთა სრულად თავისი მთელი შეგნებით. მეც რო ყოფილიყავი სტალინი, ალბათ პირველი ვისაც დავშჭიტი იქნებოდა ჯავახიშვილი. ისე აწამეს ერთგვარად მეტი რომ იმ წამების დროს ვერავინ ვერ გაუძლებს. დიქტატორებმა უნდა გაიგო, რაც არ უნდა დახვრიტო, გაანადგურო. მოშთო, ტექსტი მაინც თავის გზას ნახულობს. პერსონაჟები არ ქრებიან, ტრანსფორმირდებიან და არ აქვს მნიშვნელობა იმას, ერმესი აცვია თუ რა ვიცი. მე მინდა რომ დადგეს საქართველოში დრო 2126, როცა მაშინდელი ირაკლი კიკნაველიძე და ქეთი დევდარიანი დასწრებიან და იტყვიან ჩვენ არ გვისმის ეს ტექსტი რაზეა. ჯავახიშვილი არასდროს დროს არ გვართმევს. დღეს ჩემი სტუმარი არის ირაკლი კიკნაველიძე, ჟურნალისტი და ჩვენი წიგნი მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი საყელო.